დავხედოთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს და რუკას საბჭოთა კავშირისა, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოვაჩენთ, რომ ამ 15 რესპუბლიკიდან, იმ 15 რესპუბლიკიდან, რომელიც შედიოდა საბჭოთა კავშირში, შეერთებულ შტატებს და დასავლეთს პრაქტიკულად ყველასთან აქვს ურთიერთობა. უკრაინასთან ცხადია შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ უკრაინა მთავარი თემაა დღეს მსოფლიოში. რუსეთი უნდა გაჩერდეს, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ისე უნდა გაჩერდეს. უნდა შეწყდეს როგორღაც ომი, რუსეთის ამბიციები უნდა მოთოკონ, პუტინისტური რუსეთი უნდა დაანარცხონ და ვინც ის პუტინიც უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ის 73 წლის არის მაინც და ძალიან მალე უნდა მოხდეს ეს ამბავი. ცხადია, შეერთებულ შტატებს და დასავლეთს ზოგადად ურთიერთობა აქვს ბალტიის სამ სახელმწიფოსთან. ლიეტვაც, ლატვიაც და ესტონეთიც არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები. მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და გარანტირებულია, ოღონდ თითქოს, მხოლოდ თითქოს თუ რუსეთი მოძლიერდება და გარკვეულ წარმატებას, ან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან ომში, სავსებით სამართლიანია შეფასება იმის თაობაზე, რომ უკვე შემდგომ აღმოსავლეთ ევროპასაც შეუტევს, არა მხოლოდ სამივე ამ სახელმწიფოს, არამედ პოლონეთსაც ასე მაგალითად შეუტევს ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენებით ახლაც მიმართავს ხშირ შემთხვევაში და როცა თუ უფრო ზუსტი რომ იყო გაიმარჯვებს ნაწილობრივ მაინც უკრაინაში, ბუნებრივია რომ ჰიბრიდული ომის ელემენტებს უფრო ხშირად და უფრო ეფექტურად გამოიყენებს. მაგრამ მოცემულ ეტაპზე ლიეტვაც, ლატვიაც და ესტონეთიც ქოლგის ქვეშ არიან და უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია ნატო, მაგრამ ამ ნატოს მთავარი ქვეყანა შეერთებული შტატები ფარავს მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ეს ძალიან კარგია მათთვის, რასაკვირველია, ცალკე რომ არსებობდნენ ისინი ყოველგვარი ნატოს გარეშე, ბუნებრივია რომ რუსეთის ჰიბრიდულ შემოტევებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლებს მათ შორის, საინფორმაციო კამპანიებს, ეკონომიკურ შეტევებს და ასე შემდეგ ძნელად თუ გაუძლებდნენ. ლატვიაც, ლიეტვაც და ესტონეთიც გარდა ამისა არიან სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, იმავდროულად ნატოს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით პოლონეთის, ასე მაგალითად გერმანიის, ასე მაგალითად და სხვა ქვეყნების. შეერთებული შტატების შესულია პრაქტიკულად ყველგან მეთქი და ურთიერთობა აქვს ყველასთან მეთქი. რუსეთი თქვი, რუსეთთანაც აქვს ურთიერთობა, ცხადია ცუდი, იმიტომ რომ რუსეთის შლეგი ლიდერი გადამგდები იყო და ტრამპისთვისაც გადამგდები აღმოჩნდა იმპერიალისტი, რომლის ამბიციებიც უნდა მოითოკოს. აკი ამასაც უკავშირდება ტრამპის საგარეო აქტიური პოლიტიკა უკრაინასთან, უკრაინის კონტექსტში და სხვა კონტექსტებშიც, მოდი ვიყოთ გულახდილები, შესაბამისად ტრამპი აპირებს თუ აკეთებს თუ აწარმოებს ამ პოლიტიკას მოხრჩობისა რუსეთისა და მაღალი ალბათობით კონვენციურ იმ იარაღსაც მისცემენ უკრაინას, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო გაუჭირდება ისედაც მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ხელფეხს რომ იქნებს იმ რუსეთს, რუსეთი დამთავრებულია სტრატეგიული თვალსაზრისით ხომ, დამთავრებულია, ანუ დამარცხებულია და ტაქტიკურადაც ველზე დამოუკიდებლად იმისა, რა წარმატებებს მიაღწევს აქა-იქ, ის დამთავრდება როგორც სახელმწიფო, ასეთი ამბიციური სახელმწიფოს იმპერიალისტური რუსეთის პროექტი დასრულდება, როცა იქნება, მე მაინც ვფიქრობ და ბევრი ფიქრობს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში. შეერთებულ შტატებს ურთიერთობა აქვს სომხეთის ლიდერთან, აზერბაიჯანის ლიდერთან, აზერბაიჯანთან. უმრავლეს შემთხვევაში ერთად ხვდება კავკასიის ორი ამ სახელმწიფოს ლიდერი პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ის რაც მოხდა კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მსუყე შემოსვლა, მადასტურებელია, რომ ეს რეგიონი მთლიანად ეს რეგიონი აინტერესებს შეერთებულ შტატებს. თითქოს არა, უფრო ზუსტი რომ იყო რაღაც კონტურები ურთიერთობისა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, რომლებიც თავის მხრივ გარკვეულწილად ეთამაშებიან რუსეთს, იმიტომ რომ ძლავრი მეზობელია ზოგი მათგანისა რუსეთის ფედერაცია.
და ბუნებრივია რომ ასე მაგალითად ყაზახეთი უფრთხის რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რუსეთს უფრთხის და ცოტა აფრთხობს რუსეთის აგრესიული ქმედებები. სხვა სახელმწიფოებიც არ არიან გულზე ხელდაკრეფილნი, იმიტომ რომ რუსული გავლენები მაინც საკმაოდ მძლავრია ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. ამავდროულად ზოგი მათგანის მეზობელი ჩინეთიც არის მძლავრი მოთამაშე, რომელიც რუსეთშიც შედის, რუსეთის მიმართაც არის ექსპანსიონისტი და ამიტომაც ახანგრძლივებს ჩინეთი პრინციპში უწყობს ხელს ომის ახანგრძლივებას უკრაინაში, რომ დასუსტდეს რუსეთი, რომ განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში უფრო ხშირად და უფრო ინტენსიურად შევიდეს ჩინეთი, განსაკუთრებით ეკონომიკური ექსპანსიით, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ეკონომიკურად, ესე ვიტყვი. მაგრამ ამავდროულად და პარალელურად ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერები შესანიშნავად ხვდებიან გრძნობენ მომენტუმს და შეერთებულ შტატებთანაც თამაშობენ, კი არა შეერთებულ შტატებთანაც აყალიბებენ საუკეთესო ურთიერთობებს. აგი ამას უკავშირდება ის, რაც მოხდა 2 დღის წინ შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გააფორმა $5 მილიარდ მეტი ღირებულების გარიგებების მთელი დასტა, მთელი წყება, რათა შეერთებულმა შტატებმა გაუწიოს წინააღმდეგობა ჩინეთის და რუსეთის გავლენას, ახლა რას ვახსენებ, შუა დერეფანში მათ შემოსვლას, ჩინეთისა და რუსეთის შემოსვლას და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები საკვანძო ქვეყნებია, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი განსაკუთრებით, ასევე ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვისაც, რომ ჩინური გავლენები და რუსული გავლენები არ ანაკლებად იყოს რეგიონში. ყირგიზეთის ასე მაგალითად რკინიგზა დააპროექტებს და აშენებს ამერიკული გიგანტი All American Rail Group-ი, რომელიც შექმნილია 22 წლის ახლა ხან ნოემბერში, 2 წლის წინ, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაახლოებით 8 თვეში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ცხადია ამ ყველაფრის პარალელურად ენიჭება ცენტრალური აზიის და არა მხოლოდ ცენტრალური აზიის ტვირთების შემოტანას, გატანას, მოდი ასე ვიტყვი, ევროპის მიმართულებით და აქ ამ თვალსაჩინით შუა დერეფანს როგორც ასეთს და საქართველოს როგორც შუა დერეფნის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას უნდა ვთქვა ასე თქვენისება თვით ალტერნატივა არა აქვს, კონკურენტი ხავს, მაგრამ ალტერნატივა არა აქვს. დიახ, რასაკვირველია ზანგეზურის, ანუ ტრიპის დერეფანი უმნიშვნელოვანესია. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვაში აზიური და ჩინური ტვირთების მოხვედრა სხვა საშუალებებით, განსაკუთრებით რკინიგზით და ინდოეთის სწორედაც რომ ძალიან აქტიურია ამ თვალსაზრისით ის ცდილობს პირდაპირ დაუკავშირდეს ხმელთაშუა ზღვას და ირანის გავლით და მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ამ პროექტში და ჩვენ სამწუხაროდ ამ თემაზე ან იშვიათად ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ მაინც საქართველოს როგორც გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში მდებარე უმნიშვნელოვანეს ქვეყანას ალტერნატივა არ აქვს. ოღონდ თუ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს აქვთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, თუ სომხეთ აზერბაიჯანს აქვთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ბალტიის სახელმწიფოებს თავისთავად, უკრაინას თავისთავად, მოლდოვა დამავიწყდა, მოლდოვას აქვს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, დასავლეთთან ზოგადად. აი საქართველო არის ერთადერთი გამონაკლისი, რომლის ლიდერიც ფორმალისტური თვალსაზრისით პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი ელოდება და ამაოდ ზარს ვაშინგტონიდან ცხადზე ცხადია, მანამ სანამ არაადეკვატურია საქართველოს დე ფაქტო მმართველი და არაადეკვატური იქნება ის სულ ბატონი ივანიშვილი, შეერთებული შტატებიდან არანაირი ზარი, ვაშინგტონიდან არანაირი ზარი არ იქნება თბილისის მიმართულებით ყაველაშვილს, რასაკვირველია ტრამპი, ან რუბიო ბოჭორიშვილს, ან რუბიო კობახიძეს, ან ვინმეს არ დაუკავშირდება, არ დაურეკავს. იმიტომ რომ საქართველო არაადეკვატური მოთამაშეა, ის მაქსიმალურად იზოლაციონისტურ პოლიტიკას ირჩევს
და იზოლაციონიზმი როგორც ასეთი ცხადზე ცხადია მხოლოდ სარგებლის მომტანია რუსეთისათვის, რომელსაც უნდა სადმე გამარჯვებითი, ანუ პაბედასნოსნაია ვაინაც არა, პაბედანოსნაია გამარჯვებითი სიტუაციის შექმნა და თქმა იმისა დასავლეთისათვის, რომ თუ უკრაინაში თქვენ მე დამამარცხეთ ნაწილობრივ მაინც, აი საქართველო, რომელიც ოდესღაც მეწინააღმდეგებოდა და ვინც ის მეწინააღმდეგებოდა იმაზე უფრო მეტადაც კი ვიდრე არანაკლებ ვიდრე მეწინააღმდეგება დღეს უკრაინა ყოველ შემთხვევაში პირველი ნამდვილად იყო და 80-იანი წლებიდან 90-იანი წლებიდან მეწინააღმდეგებოდა საქართველო მობობღდა ეს სიტყვა მობობღდა მე არაერთხელ მომიშველიებია არაერთხელ წარმომითქვამს ეს სიტყვა და ახლაც ამ სიტყვას მიმეორებ ბიძინა ივანიშვილი მიბობღავს სწორედ რუსეთისაკენ და უკლებრივ ყველაფრის გაკეთება უნდა რუსეთისათვის და საქართველოს გარდაქმნა ტერიტორიად რომ ვიცოდეთ მაინც რასაკვირველია ქართული ოცნებაც საქმის გულშია იმასთან დაკავშირებით და იცის რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფანი როგორც ასეთი თუმცა არანაირ ძალისხმევას ხაზგასმით მინდა ვთქვა არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს ქართული ოცნება რომ შუა დერეფნის ეს მონაკვეთი გამომავალი საქართველოზე იყოს ქმედუნარიანი იყოს კარგი იყოს მნიშვნელოვანი იყოს ეფექტური და ასე შემდეგ არ მიმართავს მიუხედავად იმისა დამოუკიდებლად იმისა თუ მიუხედავად იმისა რომ აქ-იქ და არც თუ ხშირად მაგრამ მაინც ატარებს რაღაც ფორუმებს ეცდება რაღაც კონფერენციებს ხმამაღლა ლაპარაკობს რაღაც პროექტებზე შუა დერეფანზეც მათ შორის ანაკლიაზეც როგორც შუა დერეფნის განშტოებაზე კი არა ერთ-ერთ საკვანძო წერტილზე და ლაპარაკობს და აგე ამბობს იმასაც რომ მე ჩინური ინვესტიციები შემომაქვს ანაკლიაშიო არა ბატონებო რომ ვიცოდეთ პორტი ვერ აშენდება ქართული ოცნების პირობებში და რომც აშენდეს და რომც ვცდებოდე ანუ ქართულმა ოცნებამ ჩინელებთან ერთად და საკუთარი ძალისხმევით რომც ააშენოს პორტი ეს პორტი საინტერესო არ იქნება დასავლეთისთვის და დასავლელი ინვესტორებისათვის და დასავლელი ბიზნესმენებისათვის მრავალი იმ დაბრკოლების გათვალისწინებით რომელსაც გზად შეუქმნის საქართველოს de facto ხელისუფლება და ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობის გამო პორტი იქნება როგორც ასეთი უკეთეს შემთხვევაში პორტის პირველი ფაზა უკეთეს შემთხვევაში მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის აუცილებელია მოდერნიზება საბაჟო სისტემისა აუცილებელია მოდერნიზება სარკინიგზო სისტემისა აუცილებელია ინფრასტრუქტურული სხვა სისტემების მოდერნიზება დაერთება ამ პორტთან ბევრი ინფრასტრუქტურული ხაზისა მოდი ასე ვიტყვი და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და კიდევ რასაკვირველია გარდაულა აუცილებელია რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო ისეთი როგორიც იყო კი არა იმაზე ბევრად უკეთესი რომ ინვესტორები მათ შორის ტვირთის შემომტანები გადამზიდაები და ასე შემდეგ არ ოპერირებდნენ მაფიოზურ სახელმწიფოში თუ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა არ იქნება შესაბამისად ის იქნება მაფიოზური საითკენაც მივყავართ ბიძინა ივანიშვილს პრაქტიკულად ყველგან პატარა დონეზე არ უფრო ფართო დონეზე იცით თქვენ რომ არსებობს ეს მაფიოზური გარჩევები და მაფიოზურ ქვეყანად ჩამოვყალიბდა. არის ესეთი კაცი, გავიხსენებ ახლა გვარს, ფრედერიკ სტარი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის მკვლევარია და ძალიან ცნობილი კაცია და ძალიან ჭკვიანი და გონიერი კაცია. ეს არის ევრაზიის საკითხებში, ეს კაცი მუშაობს ევრაზიის საკითხებში განსაკუთრებით. მან შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარმოთქვა მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც შავ ზღვას ეხება. ხო, აქვე ვიტყვი, რომ შავი ზღვა რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესი ზღვა არის და უფრო იქნება სამომავლოდ მთელი მსოფლიოსათვის ამ შავ ზღვაზე იცით თქვენ რომ გამავალი ქვეყნებია, ესე იგი ნატოს წევრი სახელმწიფოები ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, უკრაინა, რომელიც უცილებლად აუცილებლად გახდება მინიმუმ ევროკავშირის და უკვე შემდგომ ალბათ მაინც ნატოს წევრიც, რომ ვიცოდეთ მაინც რუსეთი, რომელიც დამარცხების შემთხვევაში შავი ზღვის სახმელეთო სანაპირო ზოლის მხოლოდ 7-10%-ს გააკონტროლებს და საქართველო, რომელიც სრულიად არაადეკვატურია. ხო და შავი ზღვა გაცილებით მნიშვნელოვანი ზღვა ხდება მსოფლიოსათვის, ვიდრე ოდესღაც იყო ახლა არის ბალტიის ზღვა.
იმიტომაც რომ ამ ზღვაზე და ამ ზღვის კონცეფციაში შემოყვანილი იქნებიან ფრედერიკ სტარის ყოველ შემთხვევაში მოსაზრებით ის სახელმწიფოები, რომლებსაც შავ ზღვაზე გასავალი არ აქვს, გასასვლელი არ აქვს, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანიც საქართველოს ერთს გადავდოთ გვერდზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შავი ზღვის ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაინც და მაინც სხვა სახელმწიფოებს კი არ გულისხმობ, უბრალოდ ერთი კონცეფცია ჩამოყალიბდება და ფრედერიკ სტარი ამბობს, რომ შეიქმნება დაახლოებით ამგვარი სტრუქტურა, შავი ზღვის კონსორციუმი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ილაპარაკებს კი არა, გადაწყვეტილებებს, მსოფლიო კონსორციუმი გადაწყვეტილებებს მიიღებს იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს შავი ზღვის სავაჭრო პოტენციალი და სავაჭრო ურთიერთობები შავ ზღვაზე. და თურქეთი რასაკვირველია უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იქნება აქ, უკრაინა იქნება ასევე უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და ამოუკიდებლად იმისა ყირიბს დაიბრუნებს თუ არა და ალბათ მაინც დაიბრუნებს დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ, პუტინის დაბრედვის შემდეგ, ესე ვიტყვი, და რუსეთის მოდერნიზების შემდეგ და ასე შემდეგ და ამ რადგან შუა დერეფანის მიმულია შავ ზღვასთან როგორც ასეთი, შუა დერეფანი უმნიშვნელოვანესია ძალიანაც მის სახმელეთო ნაწილს გულისხმობ და სახმელეთო ნაწილია ცხადია შავი ზღვის კონტექსტში შესაბამისად შემოყვანილნი იქნებიან ამ კონსორციუმში დამკვირვებლის სტატუსით სულ მინიმუმ ცენტრალური მაგალითად ცენტრალური აზიის სახელმწიფოები სომხეთს რა ესაქმებაო ბევრი თქვენგანი იკითხავს, მაგრამ სომხეთიც მიუხედავად იმისა, რომ ტრიპი როგორც ასეთი იქმნება, სომხეთის დაინტერესებულია შავი ზღვის უსაფრთხოებით, შავი ზღვის ლოჯისტიკით, შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებით და შავი ზღვის სიძლიერით, იმ შავი ზღვისა, რომელიც ნატოს ზღვად უნდა იქცეს. აზერბაიჯანი, რომელიც პარემ ვიტყვი, რომ ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებულ ძალებს შექმნის და ეს დაანონსა პრეზიდენტმა ალიევმა, რასაკვირველია შავი ზღვითაც დაინტერესებულია შავი ზღვით როგორც ნატოს ზღვით და ეს ბუნებრივი კავშირი კასპიის ტბა ზღვა შავი ზღვა ბუნებრივია რომ კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებელია შავი ზღვა კასპიის ზღვის ალიანსი ან სატრანსპორტო ხაზი თუ გდებავთ ასე ვიტყვი. ხო და ეს ფრედერიკ სტარი ამბობს შემდეგ რამეს და მეციტირება წაგითხავთ ეხლა მის ფრაზას საქართველო ოცნებობს გახდეს მნიშვნელოვანი ხაბი აღმოსავლეთ დასავლეთ ახალ მარშრუტებზე, მაგრამ ეს ოცნება ვერ ახდება თუ საქართველო არ გახდება სერიოზული და ერთგული მონაწილე შავი ზღვის ახალი მოწყობის პროცესში. ამისთვის უნდა აღადგინოს ურთიერთობა ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან. ოღონდ ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველი არათუ არ ცდილობს, არამედ ცდილობს დაშორდეს ხსენებულ ევროკავშირს, შეერთებულ შტატებს და ნატოს, მეცაც გეტყვით, მაღალი ალბათობით თუ მას დასცალდა, ის ღიად იტყვის უახლოეს რამდენიმე თვეში, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესს აჩერებს კი არა ასრულებს, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ასრულებს საბოლოოდ და შეერთებულ შტატებთან რამდენადაც შეერთებული შტატები მასთან ურთიერთობის ინიციატივას არ იჩენს, მასთანაც ურთიერთობას ასრულებს, ალბათ კი რა დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ დაასრულებს, მაგრამ მაინც. აი ეს პროცესები მიმდინარეობს მოცემულ ეტაპზე საქართველოს მთლიანად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რომ ვიცოდეთ მაინც, მაგრამ როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ეს კითხვა უნდა დავსვათ. დიახ, როდემდე შეიძლება რომ შეერთებული შტატები, რომელიც ურთიერთობს ბელარუსთანაც კი, ბალტიის სახელმწიფოებთან, რუსეთთანაც და მით უფრო ურთიერთებს ამ უკანასკნელთან პუტინის მოშორების, მარცხისა და მოშორების შემდეგ რუსეთთან როგორც ქვეყანასთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოსთან და ასე შემდეგ, საქართველოს როდემდე შეიძლება იყოს ესეთი ამოვარდნილი კონტექსტიდან და აქ თქვენის ნებართვით ვიტყვი არ მოვთქვამ ერთ წინააღმდეგობას, ვიდრე პუტინი არის ძლიერი, ან ვიდრე პუტინი არის საერთოდ, ბიზინა ივანიშვილი მას როგორც ლიდერს ეყრდნობა. ბიზინა ივანიშვილმა ვერც დაიჯერა და არც დაიჯერა რომ პუტინი მარცხდება, რაც არ უნდა სტატიები წააკითხო, ან რაც არ უნდა ანალიტიკა მიუტანო, მას ჯერა შათირიშვილისა და გოგა ხაინდრავასი და არ ჯერა შათირიშვილზე და გოგა ხაინდრავაზე 1.350 ჯერ უფრო ჭკვიანი ადამიანებისა თუ საქართველოდან და თუ უცხოეთიდან. ამიტომ როცა ეს ამოჩემება გაქვს და როცა გარდა ამისა გემუშავებიან რუსები ცალკე და ქართულგვარიანი რუსები კიდევ ცალკე, შენ უვიცსა და გაუნათლებელს
კაცს რომელიც ვერ ეცნობი თუ მგონი რუსულადაც კი სტატიებს და თუ ეცნობი აჯანდაბად შეიძლება გინდოდეს სტატიებს ანალიტიკურ მასალას და ასე შემდეგ ბუნებრივია გჯერა რომ რუსეთი დაუმარცხებელი აგე გაავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ჩრდილოეთ კორეა კიდევ 5000 ჯარისკაცს გზავნის და ხგონია ივანიშვილ ბანდიტს რომ ჩრდილოეთ კორეელი 5000 ჯარისკაცის შესვლა უკრაინის ფრონტზე რუსეთის სასარგებლოდ საფუძველთა საფუძველი იქნება რომ რუსეთი დამატებით კი არა ნამდვილად გაიმარჯვებს. მოკლედ არაფერს არ აქცევს ყურადღებას და ჰგონია ივანიშვილს რომ ასე გაძვრება თავის თავსაც გადაირჩენს და საქართველოს კი არ დაღუპავს, არამედ პირიქით ააშენებს აი ასეთი იზოლაციონისტური პოლიტიკით, რაც ცხადია მცდარი ფიქრი კი არა, კატასტროფული ფიქრია, რუსეთი დაეპატრონება ამ მიტოვებულ მიწას, ასე ვიტყვი, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს და პუტინზე უფრო გვიან მიხვდება ივანიშვილი ალბათ მაინც, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება პუტინს რო დაბრიდავენ ან ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება ან ჩამოვაგდებენ ან გააგდებენ ან თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ ან თავის სახელმწიფო გადატრიალებას მოუწყობენ და მოკლედ ჩამოჰკიდებენ თუ არ ჩამოჰკიდებენ ჩამოჰკიდებენ წითელ მოედანზე ამის შემდეგ შეიძლება ივანიშვილმა ისიც თქვას რომ ეს პუტინის ორეულია და არა უშუალოდ პუტინი დაუმარცხებელი არისო მაგრამ ამის შემდეგ ივანიშვილის დღეები გასაკვირველია დათვლილი იქნება და ის პირებიც რომლებიც დღეს მისი ერთგულნი არიან როგორც ხმა დაბალნი უცებ ახმამაღლდებიან და იტყვიან რომ ჩვენც ვამბობდით რომ ბიზნა ივანიშვილი ავიდა ცუდი კაცი იყო საქართველოს მტერი იყო და საქართველოს ამომგდებიო დიახ ამ თვალსაზრისითაც თუ ვიბრძელებთ ჩვენ არავინ მიგვატოვებს ოღონდ გადაიწია ჩვენმა საკითხმა ესეც უნდა ვთქვათ ჩვენი საკითხის ჩვენთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან განცხადება არ კეთდება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ სხვა ბევრი საქმე აქვს ვაშინგტონს და მის ლიდერს პრეზიდენტ ტრამპს ეს მე აქ ნიგერიასთან ან გრენლანდიაზე კი აღარ ლაპარაკობს მაგრამ მაინც დაკავშირებულ საკითხებზე კი არ ვსაუბრობ არც ნიგერიაზე ცხადია არც ვენესუელაზე ცხადია მე აქ ლაპარაკობ პოსტსაბჭოთა სივრცეში აქვს ბევრი საქმე მაგრამ როდესაც ეს ფაზლი დალაგდება და ფაზლის ბოლო ნაწილი იქნება ბოლო ქვა თუ ბოლო ფაზლუკა იქნება ჩასადები ამ პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ფაზლიში ამ ბოლო ფაზლის ქვია ფაზლუკას ქვია საქართველოს და ტრამპი რასაკვირველია მოიკითხავს რა ხდება საქართველოში არ დაურეკავს ის ყაველაშვილს ეს ეჯგარეშია მაგრამ აინტერესდება საკითხით ცენტრალური აზიის ტვირთები მათ შორის ბუნებრივი მინერალები რაზეც მოწევა ამავისთაბე თქვა ბუნებრივი მინერალების მოპოვებაზე, წარმოებაზე და ტრანსპორტირებაზეც იქნა მიღწეული შეთანხმება შეერთებულ შტატებში 5-ვე ცენტრალური აზიის სახელმწიფოს ლიდერის მიერ შეერთებულ შტატებთან. სომხეთი და აზერბაიჯანი პრაქტიკულად უკვე თავდაღწეულნი არიან ყოველ შემთხვევაში ცდილობენ და უთუოდ მოახერხებენ ამას. სომხეთთან მიმართებაში გამახსენდა ისიც, რომ სომხეთს უკვე გაუხსნა ევროკავშირმა მისცა უფრო ზუსტი რომ იყო საგზაო რუკა, რომლის შედეგადაც სომხეთის მოსახლეობა გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით ისარგებლებს ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება დაკარგოს ეს არ არის გამორიცხული უვიზო რეჟიმი და პაპუაშვილის ერთი ადგილის თამაშს გადაყვეს ეს ქვეყანა ამ მიმართებითაც და ასე შემდეგ აი ამ დროს მოხდება საქართველოსთან დაკავშირებით აი დაუბრუნდე პირველ სიტყვას საქართველოსთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება პუტინი დამარცხებულია იმ მომენტისთვის თუ არ არის დამარცხებული პუტინი აგდია კრემლში თუ არ აგდია თუ არ აგდია ხო 24 ტირე 48 საათის საქმეა ბიზნა ივანიშვილისთვის კისრის მოგრეხვა მაგრამ იმ შემთხვევაში კი თუ პუტინი გადარჩა თუ პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება მოსკოვში თუ პუტინის რუსეთში არ წავიდა დეზინტეგრაციული პროცესები თუ პუტინმა უკან დაიხია უკრაინიდან მაგრამ მაინც შეინარჩუნა ძალაუფლება და არ მიადგა მისი სალდატების ოკუპანტების უკრაინის ოკუპანტების ანუ ჯარისკაცების მთელი არმიები გამოც ჩამოსაგდებად და პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება როგორღაც ამ შემთხვევაშიც კი ბიზნა ივანიშვილთან და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწრაფად შეერთებული შტატების და კოლექტიური
დასავლეთის მიერ. ამ თვალსაზრისით თუ ვილაპარაკებთ, ჩვენ პერსონალურად მე თავი ქუდში გვაქვს, ან უნდა გქონდეს, მაგრამ ზუსტად ნახევარი, მაგრამ ასე მოხდება კი, ეს არის ერთი ანალიზი და ესე მოხდება კი, ეს კითხვა და სასმელია მაინც. იქნება და ასე არ მოხდეს, იქნება და საქართველოს სწორედაც რომ იმის გამო რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არანაირ ინიციატივას არ იჩენს, დატოვონ ნაცრისფერ ზონად და იპოვონ თუ იმუშაონ ალტერნატიულ მარშრუტებზე თუ მაინც და მაინც აღმოსავლური ტვირთების დასავლეთში ჩატარის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ. იქნება და არ მიაბან საქართველოს უკრაინას, რომელიც გაიმარჯვებს, ან დასრულდება ომი ისე, რომ უკრაინა დამარცხებული არ იქნება. იქნება და ამ ფაზლის ბოლო ფაზლუკა, ამ დიდ ფაზლში არც ჩასვას დასავლეთმა და თქვას, რომ რაღაცა ასეა, რაღაცა ქართველებს უნდათ რომ იყვნენ რუსეთის თუნდაც პოსტპუტინისტური რუსეთის ფრთებქვეშ, პუტინისტური რუსეთის ფრთებქვეშ, უნდათ რომ მხოლოდ ტერიტორიად გარდა იქნან, მხოლოდ ნაცრისფერ ზონად იქცნენ, მაშინ ნება მათია და ჩვენ მეორე კი ძალიან კი გვიყვარდა ქართველები, ძალიან კი გვჭირდებოდა ქართველები, ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა კი აქვს საქართველოს, მაგრამ ამათ ცნობებიათ ელარჯის წელვა რუსებისათვის და ღვინის შეთავაზება მათთვის და ამათთან ერთად ვახტანგურების დალევა და მაშინ ეგდონ როგორც აგდიან ბოლო 12 თუ 13 თუ 14 წელიწადია ივანიშვილის პირობებში და ხელში. ისტორიული მომენტუმი უკვე დამდგარია, ისტორიული ფანჯარა უკვე გაღებულია, ყველა კომუნისტი მათ შორის, მაგრამ ადეკვატური ლიდერი, პოსტკომუნისტი ლიდერი გრძნობს ამ მომენტებს, არავინ არ ერთვება ომში რუსეთის წინააღმდეგ, არავის არ ჰომოსექსუალებენ თუ არ LGBT-ბენ, არ ვიცი, ყაზახეთს თუ ტაჯიკეთს, სომხეთს თუ მოლდოვას, უკრაინას თუ ყირგიზეთს, არავის, აზერბაიჯანს და ყველა ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისე რომ თვითმყოფადობაც შენარჩუნებული აქვს დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებას კი არა აღდგენას, დაწყებას, ახალი ფურცლიდან დაწყებას მართლაც რომ. ყაველაშვილი კი ელოდება ზარს ტრამპისგან და ეს ზარი მამის სახელი რა არის არ ვიცი, მოკლედ მიშა ყაველაშვილო, ეს ზარი უბრალოდ არ იქნება. შენ რას მოგმართავ საბოლოო ჯამში, ბიზინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს და რა იქნება, გააჩნია ჩვენ ვიქნებით თუ არა რუსთაველზე და შეიძლება იყოს ისეთი რამეც კი, რაც ბიზინა ივანიშვილს ნელად თუ წარმოუდგენია, ან ყველაზე ცუდ სიზმრებში ესიზმრება რა, ესიზმრება. რა პირდაპირი, არა პირდაპირი მნიშვნელობით იარაღი ესიზმრება ბიზინა ივანიშვილს. ამერიკული რა იარაღი ესიზმრება. ასე დავასათაუროთ, შეიძლება სხვაგვარადაც. ნახვამდის.